მოგესალმებით. მე ვარ ახალციხის რაიონის სოფელ ფერსის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის წევრი რიტა გოგოლაური და მინდა გესაუბროთ ჩემს თავისუფალ დროზე. მაქვს ძალიან ბევრი ჰობი, რასაც ჩემს თავისუფალ დროს ვუთმობ, მაგრამ განსაკუთრებულს გამოვარჩევდი 4-ს, ეს არის ხატვა, ველოსიპედით სეირნობა, ფეხბურთის თამაში და რა თქმა უნდა ცხენით ჯირითი. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ჯანმრთელობა მნიშვნელოვან წილად დამოკიდებულია ყოველდღიური ცხოვრების წესზე, რაც როგორც წესი შეიცავს არაჯანსაღი ცხოვრების ელემენტებს, მათ შორის დაბალ ფიზიკურ აქტივობას. ცხენოსნობა ოდითგანვე ელიტარული და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო სპორტად ითვლებოდა, კერძოდ ცხენით მკურნალობა უნიკალურ შედეგებს იძლევა სკოლიოზის, ანუ ხერხემლის გამრუდების დროს, რადგან ცხენზე ჯდომისას ჩვენი ხერხემალი მაქსიმალურად ვერტიკალურ მდგომარეობაშია, რაც დადებითად აისახება ჩვენს ჯანმრთელობაზე. ასევე ცხენზე ჯდომისას, ცხენზე ჯირითის დროს ჩვენს ორგანიზმში იწვება კალორიების დიდი რაოდენობა, რაც ასევე ძალიან კარგია ჩვენი ორგანიზმისთვის, მაგრამ ერთს დავამატებდი. თუ კარგად არ ვიცით ცხენზე ჯირითი, მაშინ უნდა ვერიდოთ სწრაფად სიარულს, რადგან ცხენიდან გადმოვარდნის შემთხვევაში შესაძლოა რამე დავიზიანოთ, რაც ჩვენს ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს. მე ძალიან მიყვარს ცხენით ჯირითი, რაც საოჯახო საქმიანობაშიც მეთვლება და დიდ სიამოვნებასაც ვღებულობ ამით. ეხლა გაჩვენებ თუ როგორ ჯირითობ ჩემს ცხენთან ერთად ჩემს თავისუფალ დროს. თავისუფალ დროს ძალიან ვცდილობ